რა თქმა უნდა, ჩვენი საახალწლო გადაცემა როგორ ჩაივლის ბატონი მიხელ ცაგარელის გარეშე და ფაქტობრივად არც გქონია აქამდე საახალწლო გადაცემა, როცა ბატონი მიშა ჩვენთან არ არის და კიდევ ერთხელ მადლობა დღე ყოველე კარგი მინდა გისურვოთ, დამდეგი ახალი წელი, ხვავი, ბარაკა, სიხარული, სიყვარული მთელ საქართველოს. თვითონ თქვენ. უღმესი მადლობა რომ ჩვენთან ხართ. და ჩვენთან ერთად ვართ მე რამდენი წელი არ ვიცი. ხო, რაც მოვიტყვით. რაც პალიტრას თქვენს ხართ ჩვენთან. ახალ წელს. ბატონო მიშა, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ეს ამბავი, რომ ვინც გაფრთხილებულია, ის შეიარაღებულია. და შესაბამისად, ვისგან უნდა მოვისმინოთ ეს გაფრთხილება თუ არა თქვენგან. აღმოსავლური კალენდრით ჩვენ ხვდებით თვარის ენერგიის და მიხედვით ეს არის თვარის ახალი წელიწადი. ორი ძირითადი მანათობელი გვაქვს, ხო? ეს არის მზე და თვარი. 31-ში ახლა მზის კალენდრით ვიხდით ჩვენ, მაგრამ ძირითად ასტროლოგიაშიც გვაქვს მზის ახალი წელი. მზის ახალი წელი გვექნება 21 მარტს, როცა ჩვენ გვაქვს დღეღამტოლობა. მაგრამ ახლა გვაქვს თვარის ეს ორი მანათობელია მთავარი ამ სამყაროში, რომელიც ახდენს ძალიან დიდ ზეგავლენას და მინდა გითხრათ, რომ მოდის ესე იგი ცხენის წელიწადი. იან ენერგიის, ანუ აქტიური ენერგიის, გაიცნოთ იქნება ინ ენერგია, უფრო პასიური, ახლა უფრო აქტიური და რას უკვირია, ეს არის ის ცეცხლი, რომელიც არ არის ჩვეულებრივი. ანუ ეს არ არის ცხენი ჩვეულებრივი, რომელსაც თქვენ ხედავთ. ეს არის მუსტანგი, რომელსაც ჩვენ იშვიათად ხედავთ, ხო? რომელიც გავარდნილია სადღაც იქ დარბის და ნუ რომელსაც ვერ გააჩერებ და მთელი ის უნდა რომ როგორმე შეაჩერო და მიიზიდო, ხო? ანუ გიჟგადარებული. მოდი ეს თქვა, ესე ცხენია. ამიტომ მოდის ცხენის წელიწადი იან ენერგიის ძალიან აქტიური, ძალიან ცეცხლოვანი და ნუ ესე იგი აქინა გავამდინარე, ესე იგი თითოეულ ჩვენთაგანი უნდა გავხდეთ ჟოკეი. მომავალ წელს თან ჟოკეი პროფესიონალი. თქვენ თუ რაღაცა წაგისდა და რა არასწორად მართეთ ის ცხენი, სად რომელ მოსახლეებში სად გადაგაგდებთ, კაცმა არ იცის. ამიტომ რა უყვარს იმ წელიწადს, იმ ცხენს აქტიური ენერგიული ადამიანები. აქ მიძინება, არაფრის კეთება დაჭადია. ეს გახსოვდეთ. აქტიური ენერგიული იდეები გაქვთ, პროექტები, მიდეკით, მოდეკით, ხალხი შეაწუხეთ, წარადგინეთ, ოპტიმიზმით განეცდეთ, კომუნიკაცია, ურთიერთობები, ამას ითხოვს ის წელიწადი აუცილებლად. ანუ ცოცხალი ენერგიული ადამიანების წელიწადია, ხო? ეს ერთი ფაქტორი. ეხლა მეორე ფაქტორი. ერთის მხრივ ეს კარგია, ცეცხლი, ხო? მაგრამ ეხლა როცა თან აქტიური წელიწადია, თან მზის აქტივობაა ძალიან დიდი. ეხლა წარმოგიდგენთ ეს რას გამოიწვია ზოგიერთ შემთხვევაში გადასვლას აგრესიაში. ამიტომ მე პირდაპირ მინდა უთხრა მაყურებელს. ჩვენ არ ვაშინებთ არავის, მაგრამ 7 წელიწადი არ იქნება. არ იქნება 7, იმიტომ რომ არ შეიძლება მუსტანგი იყოს 7. გესმით? ამიტომ წელიწადი იქნება ახსავსე მოვლენებით, მათ შორის იქნება კარგი, მაგრამ იქნება ცუდიც. საომარი ვითარდება, ეს ადვილად არ დამთავრდება 26-ში, მინდა გითხრათ. შეიძლება ახალი კერებიც კი გაჩნდეს, ხო? რატომ? იმიტომ რომ ადამიანებში, ვინც ვერ თოკავს საკუთარ თავში ამ დიდ ენერგიას, რომელიც წამოა, ის ენერგია შეიძლება მან გადაიყვანოს აგრესიაში, კონფლიქტში, საქმე და გარჩევაში. ამიტომ ეს ეხება თითოეულ ოჯახებს, ეს ქვეყნებს ეხება, ყველას ეხება, რომ ეს დადებით ენერგია გადავიყვანოთ შემოქმედებაში, აღმშენებლობაში და არანგრევაში, საქმე და გარჩევაში და კონფლიქტებში. რისი ალბათობაც ასევე არის 50-50. საქართველო როგორ გაივლის ამ საქართველო მე იმედი მაქვს, რომ გაცილებით უკეთესად გაივლის, თუმცა გამოცდები აუცილებლად ექნება, იმიტომ რომ რადგან ჩვენ გვაქვს ესეთი ეგზალტირებული მთვარე კიდე წელს, ხო? ზესთან ერთად მთვარე რა არის? მთვარე არის ხალხის მასა. ანუ ესე იგი, მოდი ასე ვთქვა, თუ მთავრობამ შესაბამისად დაუშვა და ასე ვთქვა, აბუნტა საზოგადოება მაშინ ბუნტის ალბათობა ძალიან მაღალი იქნება, იმიტომ რომ როცა მთვარის ენერგიებით არის გაჯერებული ეს ცეცხლოვანი ენერგია, ხო? ამ შემთხვევაში ხალხთან შეიძლება იყოს პრობლემები, ამ დემონსტრაციები, მიტინგები, ეს ყველაფერი შეიძლება აბობოქდეს სერიოზულად. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ იმუშაოს სწორად ხალხის მასებთან, ამიტომ ეს საჭიროებო საკითხებთან დაკავშირებით. მაგრამ ნუ მოდი ეს ვთქვა, სამაგიეროდ რისთვის არის კარგი წელიწადი? აი მაგალითად ოჯახისთვის და სიყვარულისთვის. რაც ძალიან მნიშვნელოვანია ყველას. აი პირველი ნახევარი გასულტრით კარგია, სადღაც ორ ნაწილად გავყოთ ივნისამდე, ივნისის მერე, ხო? შეიძლება ესე ვთქვა ივლისამდე, მე-7 თვე, ხო? ივლისამდე რა ხდება? აი ძალიან კარგია ოჯახური ურთიერთობა. რაც შეიძლება კარგი ურთიერთობები უნდა გქონდეთ ახლობლებთან, ნათესავებთან, აი მათი თანადგომა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი.
მემკვიდრეობის საკითხები შეიძლება გადაწყვიტოთ. რაც მეტი დრო გექნებათ აქ სამშობლოში გატარებული, აქ გექნებათ მეტი პერსპექტივა და წარმატებები. მაგრამ უკვე ივლისის შემდგომ პოზიციები რადიკალურად იცვლება. რატო? იმიტომ რომ თუ იქამდე გამარჯვების პლანეტა გადის კირჩხიბს და კირჩხიბის ზოდიაქ ერთ-ერთი ფავორიტია იქ დრო და კირჩხიბი მართავს ოჯახს და ეს ტენდენციები წინა პლანზე იწევს, ხო? მერე უკვე გადადის ივლისიდან ლომში, იმპერატორთან ნიშანში. ანუ ცეცხლი მოემატებს. ლომი ცეცხლის სტიქია, ხო? სამაგეროდ ლომი სიყვარულია. ლომი ბავშვებია. ამიტომ აქ ურთიერთობა შვილებთან რაც უფრო უკეთესია, მით მეტ ხარ წარმატებული, ეს ყველას ეხება. ეს საუკეთესო პერიოდია ქორწინებისთვის, რომანტიკული ურთიერთობებისთვის, სასიყვარულო კონტაქტების გასაუმჯობესებლად და ასე შემდგომ. ამიტომ ძალიან ამ თვალსაზრისით ძალიან კარგი დასაოჯახებელს მივესალმები. ძალიან კარგი, ასე რომ ეს ტენდენციებიც არის შვენიერი, ასე რომ შეგიძლიათ გამოიყენოთ. ის მეორე ნახევრისთვის მოიგზავნეთ ერთ ციკლით. ეხლა რაც შეეხება ნეგატივს, რა არის კიდე ნეგატიური? აი, მოდი ეხლა ესეთი რამ ავნიშნოთ. რადგან შავი მთვარე გადადის დაახლოებით 14 სექტემბრამდე შილდოსანში, მერე გადავა თხისქრაში. ესე იგი შილდოსანი რა არის? ეს არის მგზავრობა, მოგზაურობა უცხოეთთან კონტაქტი. შილდოსნება ჯერ ერთი მაქსიმალური ყურადღება 14 სექტემბრამდე ფაუნტრები, ჯორები, ინტრიგები ცოტა მოიმატებენ. შემდგომ ყველას ეხება უკვე მგზავრობა, მოგზაურობის წინ. გადახედეთ მანქანის ტექნიკურ მდგომარეობას. ან დაუშვათ მიდიხარ საზღვარგარეთ. ყველა საბუთი წესრიგში გქონდეთ, თორე შეიძლება ის საბუთიც ვერ იპოვოთ. ან დაუშვათ ბარგი დაგეკარგოთ, რაცა სახის, ან დაუშვათ უცხოელი პარტნიორი, რომელთანაც დაუშვათ აპირებდით ერთობლივ თანამშრომლობას, მე როცა მან შეიცვალა აზრი, აღარ გამოდის და ვერ გაიგებთ რატო. აი ესეთი ნეგატიური და აუცილებლობა არ არის, მაგრამ არის ამის მაღალი ალბათობა და ამ ხრივ იღავით ცოტა ყურადღებით. ნუ იქნებით სარკასტული გამოთქმების მატარებლები, ეს ზანადვილად აფეთქებს სიტუაციას, ესეც გაითვალისწინეთ, ხო? ამიტომ წელიწადი საინტერესოა, იმიტომ რომ მიძინების საშუალებას არ მოგცემს, შეიძლება ბიზნეს პროექტებიც განხორციელდეს, საინტერესო შემოქმედებითი შესაძლებლობებიც, იმიტომ რომ ცოცხლდება ქვეყანა, ხო? აქამდე ჩვენ ახლა გველის წელიწადში ვიყავი და გველი უფრო აძინებს სიტუაციას მიხვდით, ჰიპნოტური ნიშანია, მაგრამ ეს უკვე ცეცხლის შოშემოა, ყველა გამოცოცხლდებით, ყველა გავიღვიძებ და გინდა არ გინდა თვითონ ამ წლის ენერგია არ მოგცემს ზედმეტად მიძინების საშუალებას. ეხლა რაც შეეხება ახლა რიტუალიკას, შემოკარგება. აი ეს არის ყველაზე საინტერესო. როგორ შევხვდეთ მომავალს? რატომ? იმიტომ რომ ხა თქვენ როცა შეხვდით ვიღაცასთან სტუმრად, პირველი რას აქცევთ ყურადღებას, როგორ შეხვდათ მას პინძელი, ხო? ასევე ზუსტად. ხა როცა ლაპარაკია ცხენის წელიწადი მოდის ცეცხლის სტიქის და აქტიური ენერგიული ლიდერია ის, ხო? თან აი ყველანი ახლა სათანადო დახვედრა, ხო? ფუსფუსებენ ხო, ანუ იმისთვის რომ მოემზადონ. მოდის ახლა ნამდვილი ცხენი კი არ მოდის ჩვენთან, მაგრამ მოდის ცხენის ენერგია. აი ჩვენ რა ენერგიას ვახვედრებთ, ჩვენი დახვედრით, ხო? ამაზე იქნება დამოკიდებული იმის ენერგიის კეთილგანწყობა წლის განმავლობაში, ჩვენს მიმართ. ეხლა რა უნდა ვქნათ ამისთვის, რომ პატივი მივაგოთ, ხო? თვითონ მომავალ წლის მას პინძელს. პირველ რიგში ფერები, რადგან ცეცხლის სტიქია, ცეცხლის მთავარი ფერი არის წითელი. გამიგია აქ ფენშუის ზოგიერთი სპეციალისტი გამოდის და არ გვინდა ჩვენ წითელი ფერი და რაღაცა. ახო, რას ამბობ? ცეცხლის სტიქია და თქვენ წითელი ფერი არ გინდათ? სხვა საქმეა, რომ ამას უნდა სწორი ახსნა განმარტება. წითელი ფერი ძალიან კარგი, ეს არის ლიდერის ფერი, ეს არის აქტიური, ენერგიული ადამიანის ფერი, ხო? წითელი უნდა პრევალირებდეს, მაგრამ განაღეთ მეორე, წითელმა ზედმეტმა ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს ჩხუბი და დაწვას ყველაფერი ირგვლივ. ანუ გადამეტებული წითელი არ ქონდეს. აი ამას არავინ არ უსვამს ხაზს. წითელი აუცილებლად თავარი ფერია, ოღონდ გადამეტებული არა. შევანზავოთ რით, მაგალითად სხვა ფერებით. აუცილებლად უნდა იყოს წითლის კომბინაციები და არა მარტო თუ იქნება ძალიან ესეთი აი ბორდო ტონი, ვარდისფერი, გადასარევია, შეარბილებს ამ წითელ ტონს. ზუსტად მომირთავს ესე იგი ჩემი განათვის. შეგიძლიათ გამოიყენოთ ნარინჯისფერი, შეიძლება დაარბილოთ ყვითელი, ოქროსფერი ტონებით. გადასარევია, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ რომელიმე სხვა ფერი არ შეიძლება. არა, პირიქით, ხო. ყველას ვეუბნები, წვანეც გამოიყენეთ, ლურჯიც გამოიყენეთ, ცისფერიც გამოიყენეთ, ვერცხლისფერი, რატო? ოღონდ ეს არ უნდა იყოს ძირითადი ფერები. ამაზე ლაპარაკი. მაგრამ შიგადაშიგ შეანზავეთ, აი ძირითადი გაქვთ ხო წითელი, შიგადაშიგ რაღაცა მიეცით აქსესუარები, სხვა ფერებში რომ ცოტა ის უზარმაზარი ცეცხლის ენერგია განზავდეს. ჩემს ვერცხლის ფერზე რას იკავ? მე ვერცხლისფერი ერთ-ერთი ტონია, ოღონდ არა როგორ ძირითადი. მიხვდი?
ანუ ეს უნდა იყოს ერთ-ერთი ჩვენი პალიტრა არის თავად წითელი, ჩვენი კოკა-კოლა წითელი, ჩვენი ბიბუსის მართული ნაძვისხე არის წითელი და ნაძვის ხეზე ვიძახდი რომ ამ პერიოდში უნდა იყოს ჩიჩილაკი აუცილებლად და სამი კომპონენტი გვერდით. რა, პროცეული თუნდაც ეს იყოს ნამდვილი, თუ გინდათ იყოს ხელოვნური. თავით ტოტით, ხო? პლუს უნდა იყოს მანდარინი და ლიმონი. ანუ ეს არის ჯანმრთელობის, სიყვარულის და ასევე ხვავი ბარაქის ფაქტორი. სანთელი, აი ჩემო კარგებო, წითელი ფერის პირველ რიგში, ან ყვითელი ფერის სანთელი. უნდა კონდეს. ეხლა კარგი ვამთებთ ამ სანთელს როდის? 9 საათით ადრე დაწყებამდე ახალი წელს. რას ვაკეთებ პირველში? მადლობა გადავხადეთ წინა წელს. კარგი იყო ხო კარგი? ცუდი იყო, კიდევ უფრო კარგი, იმიტომ რომ მან ეს ცუდი წაიღო. და მადლობა გადავხადეთ ამისთვის. დაიწყო ახალი წელი, მიულოცეთ ერთმანეთს, არის რეამული ერთი ამბავი, თორდა ჩასკნარდა სიტუაცია, ახლა რა შევით იმანთებულ სანთელთან გააკეთეთ პატარა შეთუგენა ჯერ ილოცეთ კიდე შეგიძლიათ ეს გააკეთო და ყველა დალოცოთ აუცილებლად ამას ერთად მერე თხოვეთ ერთი საკრალური სურვილი. რატო ერთი? იმიტომ რომ 2000 თქვენ რო აიღოთ 26, ჯამში გვაძლევს 10. 10 არის 1 + 0, ანუ საბოლოოდ ერთიანი. ერთია მთავარი რიცხვი, ხო? ესე იგი ერთი ცალი, ამიტომ სანთელი გვაქვს და საკრალური მთავარი თქვენი, აი რა გინდათ ოცნება, რომ მოხდეს მომავალ წელს. ეხლა თუ გინდათ ეს გონებრივად გავუშვით სანთელთან, იმიტომ რომ ენერგიის გადამტანია სანთელი, თუ გინდათ ჩამოწერეთ. შეგიძლიათ დაწეროთ რა გინდათ რომ მოხდეს და მომავალ წლამდე შეინახოთ. მაგრამ კარგი იქნება თუ ამას დროდადრო გადახედავთ. ისე კი არ დაწერეთ და დამთავრდა, არ გახსოვთ სად არის. არა, დროდადრო გადახედეთ, რომ ეს კარგად ენერგია წავიდეს სამყაროში. ამ ფორმულირებას აქვს ხოლმე მნიშვნელობა, როგორ უნდა დაიწყოს? ეხლა მაქვს. აუცილებლად არა, თქვენ მომავალში მინდა ეს კითხვის ნიშანია. არა, მინდა არა, მაქვს. პირდაპირ იზიდავთ ამით, მიხვდით? ეს ფაქტორი კაი კითხვაა. ხო, მოდი ახლა აღვნიშნოთ კიდევ რა, რომ ესე იგი აი რაც ხეიმა საინტერესოა და სულ მიყურებს პირდაღებული და ვეღარ მივედი იქამდე რა. მივალ. ესე იგი ამჯერად 2 ლარიანს არ ვიღებთ. 1 ლარიანი. 1 ლარიანს ვიღებთ. 1 ლარიანთან ახლა საინტერესო კომბინაცია გვაქვს 1 თლიანი იყოს ოჯახის 1 ლარიანი და რას უკეთებთ იმას ცოტა ხანში გეტყვით. დანარჩენი ინდივიდუალური 1 ლარიანები ოჯახის ყველა წევრებს. აი სუფრაზე უკვე თეფშის ქვეშ ამოდებთ 1 ლარიანს. მიხვდით? და ჩაუთქვით თითოეულმა თქვენთაგანმა რა გინდათ ფინანსური კუთხით მოხდეს თქვენ ცხოვრებაში. დილით ამოიღებთ იმას იქედან, დილით და არა მალე, დილით ამოიღებთ, ჩაიდებთ საფულეში და მთელი წელი უნდა ატაროთ. ეხლა მივადექით თავალ ატრიბუტს, რომელიც შეიძლება ვეღარ იშოვოთ მალე. აი ეს როგორ დამავიდა ეს უნდა კონდეს ასევე, ხა ნალი თქვენიცით როგორ გამოიყენება. ჯერტი ეს არის, ნუ ახლა გარედან აკრავდნენ ხო, ავითვალისგან დამცავი ოჯახისა. ერთი. მეორე ადამიანი ვიღაც ავატყოფობდა ხო, უკან მიაკრავდნენ ხოლმე საწოლს. გამოჯამთელობას უწყობდა ხელს. მე ეს არის ხვავის ბარაქის ერთ-ერთი დიდი სიმბოლო, ხო? ესე იგი, რას ვაკეთებ, ხო, მნიშვნელოვანია როგორ გვაქვს ეს ნალი, რა ფორმა აქვს. ეხლა ნახეთ, აქ უკვე 2 ფორმა გვაქვს, საშუალება ამის. აი ესე უნდა იყოს ნალი. თუ დებთ მაგალითად, ხო, ცხენის ფიგურაა, ხო? აი ესე დაუდებთ ცხენს, აქე ცხენია. თუ დაუშვათ გინდათ რაღაცა უბრალოდ დადოთ ისე ცალკე, აი ესე იდება. ეს რას ნიშნავს? ფული, ხვავი, ბარაკა, ყველაფერი რაც შემოდის, რჩება თქვენთან ოჯახში. არ გამოდის, მაგრამ შეგიძლიათ მეორე ნალიც გქონდეთ. ეს უკვე ასე გექნებათ. აქვე გვერდით ეს რა არის? ეს არის სიმშვიდის და სტაბილურობის ფაქტორი. მიხვდით, ამიტომ შეგიძლიათ 2 ნალი გქონდეთ, რომელიც ერთი და მეორე ეხმარება ოჯახს წინსვლაზე, მაგრამ მე მეყარება რომ აი საწყალი ჩვენი იპოდრომი და ცხენები მგონია რომ ყველა დაადრობს ამ ნალებს და შეიძლება არ დარჩეს იქ ესეთი რამ, ხო? და ეს აუცილებელი ატრიბუტი. ეს ყველაფერი ჩვენ გვაქვს. ესე იგი ჩაუთქვავთ სურვილს და აქვე აი ამ ნალთან გვერდით დადებთ 1 ლარიანს. ეს არის ოჯახის ბარაკის. საერთო. აი რა გინდათ რომ თქვენს ოჯახში რა თანხა შემოვიდეს. რა გინდათ რომ ამ თანხით აი ამაზე ილოცეთ, იფიქრეთ და ჩაუთქვით ეს სურვილები. აი ამ ფორმით შევხვდეთ, მეკლე უნდა იყოს ძალიან აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, ლიდერი ხასიათი და შემოაქვს სახში რა. ტკბილებთან ერთად 1 ცალი მანდარინი, 1 ცალი პორტოყალი
ერთი ბოდიში ხდი ერთი ცალი ლიმონი და ერთი ცალი ბროწეული. აუცილებლად. მრავალ ახალ წელს ამაღლებული განწყობი შევხვდებით რესტორანში. გისურვებ ეს ოჯახებს, ახლობლებს, სრულიად საქართველოს და სულ სიყვარულით, ბედნიერებით გევლოთ ამ ცხოვრებაში. გილოცავ, ჩემო კარგებო, დამდა გახვეწეთ. მადლობა დიდი. ჩვენ ყოველთვის ასე მასტაკს ვუქრებთ, მოკლედ განებივრებული ვარ ძალიან. მადლობა დიდი, ჩემო კარგებო და წარმატებები და მრავალი ახალი წალი მომილოცოს კიდევ თქვენ. მადლობა სასიამოვნო პროგნოზებისთვის. წარმატებები ყველას.